ეხლა მთავრობაც კი იმეორებს იმ ფასეულობებს და თავის თავზე იწერს, რომელსაც ყველა ღონით ებრძოდა. კადრები არსებობს, როგორ ებრძოდა. მოდი ვაჩვენოთ ეგ კადრები. აი, უბრალოდ წელს ხო 17 მაისს ხო, ანუ ჩვენ წელს ხო პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერმა, რა ყველა მარშით ხო გაიარეს ქაშვეთიდან სამებამდე. რაც ძალიან კარგი. და მივესალმებით, ეგ ეგრე უნდა ყოფილიყო, პატრიარქმა რო დააწესა ეგ დღე, იმავე დღიდან აი, მაშინვე ეგრე უნდა ექნა მთავრობას და კარგია რომ ეხლა მაინც მოხდა, მაგრამ რატო უნდა გაიხსენოს, იცი ხალხმა ეს? იმიტომ რომ ხალხს უნდა ახსოვდეს რამე ქარი რო შეიცვალოს და გარემოებები ამ ქვეყანაში პოლიტიკური ესენი საით გადაპორტირდებიან ისევ და რატო უნდა იყოს ხალხი პასუხისმგებლობით მაგისთვის ეს უნდა გაახსოვდეს ხალხს. შემდეგი თემა მოპარული 17 მაისია. სამწუხაროა რომ ნეონაცისტების გამოხატვის უფლება არ მთავრდება იქ სადაც LGBT თემის უფლებები იწყება. გავაკეთოთ ერთწუთიანი დაშვება რომ ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფერად აქციას და არიან უმცირესობაში. თემის წევრები უმრავლესობაში და უზღუდავენ კანონით მინიჭებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ესხმიან თავს, დასცინიან და ასე შემდეგ. ბუნებრივია ყველანი ამ ძალადობის წინააღმდეგ დავიწყებთ საუბარს და დავგმობთ აგრესიას. რატომ აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე ნაწილის ჩაგვის უფლება და რატომ აკეთებს იმას, რაც კანონით აკრძალულია. ძალადობას სარწმუნოებაც არ ქადაგებს. ღმერთის სიყვარულს გვასწავლის, შესაბამისად საინტერესოა, რას ქადაგებს დღეს მისი ეკლესია. დაკარგული თანასწორობა ნახეთ ვარლამ ციკლაურისა და ელენე ცინცაძის ერთობლივ რეპორტაჟში. ამ გავარჩევთ შენ რა მითხარიც, აი რატომ მონახე ინტერნეტში ისეთი ვიდეო, სადაც კლოუნის თავი ადევს მაგას? რატომ მონახე? კაი კითხვა, ნახე. ეს გადაცემა თურმე წაშლილია. და რომ მოვიძია ჩვენს სარედაქციო ჯგუფს გააკრეს. რამე მიპოვეთ ესეთი, ამის მეტი აღარაფერი აღარ იძებნეო, გეგ მე არ მომინახე, მეტი აღარ იძებნეო, გააკრეს. დედამიწიდან გააკრეს. ანუ მაგის გაქრობა რო დაიწყეს, ეგეც რაღაცის მაჩვენებელია, მოდი გულწრფელები ვიყოთ, ეგეც რაღაცაზე მეტყველებს, კარგია. ოღონდ ეგ არ გაქრება, ინტერნეტს ყველაფერი ახსოვს ხალხო და უბრალოდ მარტო კლოუნიანი ვიდეო დარჩა. ნუ ეგ მოახერხეს, ხო და ბიჭო, ნახე 17 მაისს აი წელს ვინც გამოდიოდა, იგივე ხალხი გამოდიოდა მაშინაც როცა იმედი აკეთებდა მაგ სიუჟეტს. იგივე ხალხი გამოდის რა, ერთი ხალხია, ერთი კულტურის, ერთი შეხედულების, უბრალოდ ეხლა იმედი მაშინ ნეონაცისტებს ვისაც ეძახდა, მაგათ რიგებში ჩადგნენ ქართული ოცნების პირველი პირები. ანუ მაშინდელი იმედის კლასიფიკაციით დღეს კობახიძე ნეონაცისტია. კი. ეგ უნდა გააცნობიეროს ხალხო. ისიც თუ ადამიანი პოლიტიკურად აი ამ რაღაც გაუკუმართებული მოთხოვნილებების პარადებს ემხრობა და მაგის უფლებას აღიარებს და პირიქით უტევს იმ ადამიანებს, ვინც მაგის წინააღმდეგია, ის პირდაპირ უნდა ითქვა, ეგ ქრისტიანობას ებრძვის. ჩვენო კიდე ერთი არქივი და კიდე ერთი ვიდეო, რომელიც აჩვენებს აი ზღვარს მიღმა არსებულ მდგომარეობას, აი გაცდა ზღვარს და ქრისტიანობას ებრძვის უკვე და ლიბერალურ ფასეულობას ამკვეთებს. დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თუმცა ის საქართველოში მოკრძალებული იყო, LGBT აქტივისტები წელს საჯაროდ ვერ შეიკრიბნენ. ეგრეთ წოდებული ღირსების მარშის გამართვას ისინი მომდევნო თვეში გეგმავენ. LGBTQ+ თემის უფლებები საქართველოში ჰომოფობიას და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისი პრაიდის წევრები პანელურ დისკუსიას მართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ მესამე სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. არაძალადობას და სიძულვილის ენას თბილისი პრაიდის წევრებმა მთავარი გზავნილი პანელური დისკუსიიდან გაახმოვანეს და სექსუალური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. რაც შეეხება პრაიდის კვირეულს, ის მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით თბილისი პრაიდის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა. დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. LGBT თემის წევრები გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავენ. ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს დღევანდელ დღეს LGBT და queer თემის წარმომადგენლები. ცდილობენ მიაწვდინონ ხმას საზოგადოებას, რომ ყველა თანასწორია. ეს არის პერიოდი, ანუ 5 ივლისამდე.
როცა ჭმუნავენ რა 17-ში არ გამოვიდა, მაგრამ 5-ში გამოვა და ზიან ამ LGBT იმითი რაღაც ანუ ბეიჯებით ზიან და მხარდაჭერას უფიქსირებენ და ანონსებენ. ანუ რუსთავი იქნება, პირველი არხი იქნება, იმედი იქნება, მუშაობს იმაზე, რომ საინფორმაციო მხარდაჭერა გაუკეთოს 5 ივლისს რომ უნდა ჩაეტარებინათ მაგათა. მან მინდა ერთი რაღაცა უთხრა ხალხს რა. ადრეც გვისაუბრია მაგაზე, მაგრამ ბევრი მაგალითად რა შეცდომას უშვებს იცი, აი ჩვენთან რო ვიღაცები მოდიან ხოლმე რა, აი კეთილის მსურველის პოზიციიდან რო გელაპარაკებიან ხოლმე, აი საზოგადოებაში ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც როგორ გვიყენებენ ხოლმე ეს საკითხს, რომ ბიჭებო, გასაგებია, მეც თქვენ მხარესა ვარ, მაგრამ თქვენ არ ახართ მზად პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ ზედმეტად ხისტად აყენებდით საკითხს და ეგეთი რადიკალიზმი არ შეიძლება. ეგ მინდა რომ აგიხსნათ ერთი რაღაცა ხალხო რა. 5 ივლისისთვისაც 2-შიც რო იყო მერე, 8-შიც რო იყო, მთელი ეს ბრძოლები რაც იყო მაგ თემაზე. მაგ პერიოდში ჩვენ ამ ყველაფერს შეგნებულად ვაყენებდით საკითხს პირდაპირ ეგრე და მაგას ჰქონდა თავისი მიზეზი. თქვენ თუ გონიათ რომ ჩვენ ვერ მოვახერხებდით მაგის ლამაზად დავარცხნილად შეფუთვას რომ მე კი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მე არავინ არაფერი ვალდებულება არ დამაკისროს და ვიღაცა აბსტრაქტულმა მიხედოს ეს ჩემთვის მიუღებელია და მე გავიწიე. რამე პრობლემა კი არ არის. ეგეთი ტექსტის მოფიქრება არის ძალიან მარტივი. უბრალოდ ჩვენ რო ხვდებოდით რომ აი პირველი აქციის მერე 13-ში რაც უქნეს აი ამ ჩათლახებმა ხალხს არასრულფასოვნების კომპლექსი რო შეტენეს რაღაცა დანაშაულის გრძნობა რო შეტენეს ამ წარმოიდგინე ერი და ბერი გამოვიდა ქალაქის ცენტრში გარყვნილების აღლუმი არ ჩაატარებია და ამათმა მოახერხეს და არასრულფასოვნების კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა შეტენეს რომ ვაიმე დედა იქ ვიღაცა ტაბურეტკით გარბოდა და ვაი და რაღაცები ხალხმა თავზე ნაცრის დაყრა და მაგას რამე თუ შეიძლება რო ეშველოს არის საკითხის ისე დაყენება რომ რავი კაცო ტაბურეტკა კი არა 10 ჯერ უარესი იქნება თუ არ დაწყნარდება. მაგის გარდა არაფერი წამალი მაგას არ ქონდა და ჩვენ ეგ ჩვენ თავზე ავიღეთ შეგნებულად. იმიტომ კი არა რომ გვიხარია, იმიტომ რომ სხვა მანდ შანსი არ იყო რომ გამოსულიყო. დღემდე ვიღაცას კომპლექსი აქვს მაგაზე შეტენილი. დღემდე ვიღაცები რომლებიც ვითომ აქეთ მხარეს არიან კამათებში გინდა საჯარო და გინდა ეს გიფიქრე ლამაზი იყო კი 5 ივლისი, რავი, ულამაზესი დღე იყო. 5 ივლისი იყო ქართველი ერის ზეიმის დღე. მარტო იმ მეფს კადრებს რო ატრიალებთ ვიღაცებმა ჟურნალისტებს რო პანღური ამოარტყეს. და რავი ხა რო არ მომხდარიყო, რავი ჯობდა კი რო არ ჩხუბები რო არ ყოფილიყო, მაგრამ რატო მოხდა ეგეც ყველამ ვიცით, იმიტომ რომ საქონლები ვით იქცეოდნენ ისინი, ეგ ერთი და მეორე იმას კი არავინ არ აჩვენებს პარლამენტის წინ მთელი დღე სახალხო ზეიმი რო იყო. მაგას ვინმე კი არ აჩვენებს ამ ჩათლახი ტელევიზიებიდან. ეგ იყო ქართველი ხალხის ზეიმის დღე და ეგ ზეიმი და გამარჯვება იმითი მოხერხდა, რომ ხალხი გამოვიდა და თქვა, რომ აი თქვენ ხო ეგეთ პოზიციაზე ხართ. რავი, აი თქვენი პოზიცია ფეხზე გვკიდია, ჩვენი პოზიცია ესეთია და გავიტანთ ბოლომდე. სხვათა შორის შენ რო აღნიშნე, აი ეგეთი ხალხი იყო მაშინ. დღეს რომ კანონით არის ეს ყველაფერი აკრძალული და პოლიტიკური სისტემა, ანუ ხელისუფლებაც რო ამას იმეორებს. ვინ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში გამარჯვებული და მართალი ამ საკითხში? ჩვენი პოზიცია აღმოჩნდა. და შენ რო თქვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საზოგადოების ბევრად უფრო დიდი ნაწილი იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ და იქ მასშტაბშიც ჩანდა, ხო, რამდენი ხალხი გამოვიდა. მაგრამ ხალხის უმრავლესობის მიუხედავად იყო ერთი პრობლემა ჰქონდა ჩვენს ფლანგს. ჩვენ რიცხოვნობით კი ვიყავით ბევრნი, მაგრამ პოლიტიკოსები, სპიკერები, მედიები არ აღმოჩნდა მაშინ. საკმარისი პრინციპში არც იყო, რომლებიც ამ გამარჯვებას ხალხის პოზიციას დაიცავდა. და პოლიტიკურ შეფასებას გაუკეთა. გამარჯვებად გააფორმა. ანუ აზრის ფორმირებას მოახდენდა.
ჩვენ შეიძლება ქუჩაში გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ პროცესის შეფასება ლიბერალებმა გააკეთეს, ხელისუფლების დახმა ხელისუფლებაც მაგ პოზიციაზე იყო. მაგიტომაც მოხდა ეგ პროცესი, რომ აი ცოტა შემდეგ წლებში რო იხსენებდნენ 2013 წელს, აი ბევრი თავს არიდებდა. სინამდვილეში ხალხო ძალიან მარტივადაა საქმე. არც ერთი ლიბერალი არ დაგმობს პოლიციელის მისამართით ცეცხლმოკიდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას და პარლამენტის შტურმს. არც ერთი არ დაგმობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულია, ხო? რაღაც ცოცხლად ადამიანის დაწვა, ვიდრე გამოკიდება რაღაც ყვითელი გეი ავტობუსისთვის. ხო, ბევრად უფრო სხვა მასშტაბის ის არცაა დანაშაული, ის კარგი საქციელია. ხო და, მაგრამ ლიბერალი არასოდეს არ დაგმობს თავის რაც მის ინტერესია და ჩვენ პირველად აი საქართველოს აი თანამედროვე ისტორიაში კონსერვატიული და ფლანგიდან ღიად გამოვაცხადეთ, რომ თუ საჭირო იქნება ჩვენი ღირებულებებისთვის, ჩვენი მორალისთვის, ჩვენი წარმოდგენებისთვის ვიბრძოლებთ, კაცო და სულ არ გვაინტერესებს ამას როგორ შეაფასებს მეორე ფლანგი, ძალადობა თუ როგორ. თუ საჭიროა შენი სიკეთისთვის და სიკეთე აბა რა, როდესაც შენი ერის გარყვნას ცდილობენ, სიკეთე აბა რა არის, როდესაც შენი ყველაზე ღირებული, ყველაზე წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ცენტრალურ ქუჩას, სადაც სისხლი დაღვრილა და ჩვენი ისტორია იწერება. მან ვიღაც პერვერტებმა უნდა ჩაიარონ და გამოაცხადონ, რომ დღეიდან ეს ანტიმეცნიერული, ანტიბუნებრივი, ამორალური საქონლობა, საქციელი დღეიდან ნორმაა და მისაღებია. ცხადია, არა თუ არ უნდა დაგმო. რა უნდა დაგმო, კაცო, პირიქით იქ უნდა იყო, მომავალშიც თუ რაღაც მსგავსი საკითხი დავჭირდება და ჩვენ ეგ შეგნებულად ვიტვირთეთ, ეგ პასუხისგებლობა. ჩვენ შეგნებულად ავიღეთ მაგის ორგანიზაციული საკითხი. ცხადია, ამის გამო დაგვიპირისპირდა მთელი ეს ლიბერალური ფლანგი, საელჩოები და ასე შემდეგ გამოგვაცხადეს რაღაც მოძალადეებად, რუსეთის აგენტებად და შემდეგ, მაგრამ სხვანაირად ჩვენ ვერ მოვერეოდით. ჩვენ რო არ აგვეღო ამის პასუხისგებლობა, პოლიტიკური პასუხისგებლობა. ამის სათავეში არ ჩამდგარიყავი. ასევე შემდეგ შეფასებებში სწორი რომ არ მოყოლოდა მაგ ყველაფერს. ანუ ბევრი რო ამბობს, რომ საინფორმაციო ბრძოლა და მარტო ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია. კაც შეიძლება აგერ მოიგო ბრძოლა, მაგრამ ეგ ბრძოლა წაგებად გაგიფორმონ, იმიტომ რომ საინფორმაციო ლაპარაკი ყველაზე მნიშვნელოვანია შეიძლება პოლიტიკაში. ეგ არის პოლიტიკა, იმიტომ რომ 5 ივლისიც რომ მოვაწყეთ და 8 ივლისიც რომ მოვაწყეთ, მანამდე რომ ვილაპარაკეთ, მაგიტე მოხერხდა რომ ის ხალხი გამოვიდა ჩვენ ეგ ავტორიტეტი შევიძინეთ, რომ რაღაცა მობილიზება შეგძლებოდა იმ ლაპარაკით, რომელიც არის წლები ვაწარმოებდით, მაგით მოხერხდა და ეხლა მაგის გარეშე არავინ ვერ მოახერხეთ, მაგრამ საწყენი რა მგონია მე დასანანი და ძალიან საზიანოც. ჯოი, ეხლა მე მაგალითად ძალიან მიხარია, ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რომ მთავრობა გამოდის ოჯახის სიწმინდის დღეზე, რაღაც ზეიმობს, თავის თავზეც ცდილობს, ყველა ეცდება, ეხლა თუ ეგ უკვე პოპულარულია და კი ბატონო, ნეტამ ასეთი რაღაცეებით ეცადო ეგ იმდენად გადაწყდა, რომ ლიბერალებშიც კი friendly fire-ი აიწია მაგაზე. მაგასაც გავარჩევთ. და კანონებს იღებს და ძალიან კარგია და მისასალმებელია. უბრალოდ რა არის, იცი? ეხლა სინამდვილეში ხო იმის დავიწყება ხო არ შეიძლება მანამდე რა აკეთა თუ ამან ზიანი მოუტანა ქვეყანას. ან მაგალითად ეხლა ეს სიუჟეტები რო გაუშვი და ასეთი იყო მილიონი. ასეთი სიუჟეტებით იყო გაჭედილი მთავრობის არხები, სადაც იძახია, რომ აი მოპარული ჰომოფობიის დღე, გეებს მოპარეს დღე და ოჯახის ზუსტად ეგრევე რა იყო, იცი?
აი იმედი მაგალითად, კაი ხანი ხო აწარმოებდა პროპაგანდას, რომ პლანი კაია, უნდა დავთესოთ და ეხა დღეს იდო შინაგან საქმეთა სამინისტროს ედო, რომ მითია, რომ მარიხუანა ის არის რაღაც არ არის მავნებელი და ძალიან ცუდი ნარკოტიკია. დაამკვიდრეს. მანამდე თვითონ ეგ მითი დაამკვიდრეს თავისი ტელევიზიით და ლეგალიზება მოაქვს. ხო და მე ნახე აი საწყენი რა მგონი იცი. ეხლა მაგ პროპაგანდამ ხო კონკრეტულ ადამიანებზე აი სა კონკრეტული ზიანი. რამდენი ადამიანი დაიღუპა მაგის შედეგად. რომ ნარკოტიკები იქნება თუ რამდენი ადამიანი გალიბერას და რამდენი ადამიანი გაირყნა, რამდენი ადამიანს იდიოტური დამაზიანებელი ცნობიერება ჩამოუყალიბდა, რომელიც ახლა თავის ტკივილად თელ ქვეყანას ექცა შემდგომ. აობები გაიზარდა. ვიღაცები ხო ეგრე აყენებენ საკითხს, რომ ეზი გეშინიათ ის გააპიდარასტებ, რავი, ეგ გრიგორიადისებისნაირი თაობა ხო გაზარდა. ხო, გაზარდა, თვითონ იძახია, რომ გაიზარდა ეგ თაობა რაღაცა კონკრეტული ზემოქმედი თვითონ კი გეთანხმება. ხო და ნახე, საწყენი თან თვითონვე ამბობენ, რომ რისთვის კეთება მოსახლეობის ცნობიერების შესაცვლელად. ცნობიერების შესაცვლელად, ანუ მაგ ცნობიერების შესაცვლელს ვეძახით გაპიდარასტებას, მეც კი არაფერს არ ვეძახით. ხო და ნახე, საწყენი რა არის გეტყვი რა. ეხლა ეგ კონკრეტული ზიანი, რომელიც მოიტანა ხელისუფლებამ. ეხლა რომ დაიწყეს პოპულარობიდან გამომდინარე ამ თემის კონსერვატორობის თამაში და ნაწილი ხალხის, რომლებიც აი კონსერვატორობენ, რომ ამას საკითხს ისე უყურებენ, რომ ხო ალბათ ეხლა გამოსწორდა, გაკონსერვატორდა და მოდი ვაპატიოთ ამათკენ გადავიდეთ. ეგ აი სად არის საზღვარი, რომელიც აი ცვლილების დაჯერებას, ასე იოლად მიღებას და პატიებას ითვალისწინებს. აი მაგალითად ამ გვარამიებმა, ზურა ჯაფარიძეებმა ნაცემა რო დაიწყო, რომ აი მაშინ რასაც ვაკეთებდით, მაგას deep state-ი გვაძალებდა. ეგ რაღაცა ეხლაც deep state-ზე ხო იცით როგორი გინდა გენიალური კითხვა დავსვა ეხლა მე. და შევიცვალეთ ეხლა და გამოვსწორდით. ეგ მაგაზე ვრცელდება, მართლა მაინტერესებს. გინდა გენიალური კითხვა დავსვა? ზოგადად deep state-ზე, ბიჭო, აი ქართულოსნება ხო ამბობს, რომ აქამდე რაც მივქარეთ და ჩათლახობა ვაკეთეთ, ყველაფერი deep state-ის ბრალი იყო, პლენში ვიყავით. ბიჭო, აი ხა რომ მიშა გამოვიდეს და თქვას, რომ თქვენ დროს კი არა, ჩემ დროს რო იყო ბიჭო deep state-ი, ეგეთია, მონაგონი, მეც რაც ცუდი გავაკეთე, მეც ყველაფერი deep state-მა დამაძალა. ანუ ეგ ოცნების ინდულგენცია, რომ ამათ deep state-ი აძარებდა, მიშაზე ვრცელდება? ხო და აი ეგ ხო ოცნებაზე ვრცელდება, მაშინ მიშაზე. ეგ ხო ყველაზე გავრცელდება, თუ ეგ ლოგიკა გავრცელდება. თუ ვინმეზე ვრცელდება, სხვაზეც გავრცელდება. და ნახე, მან კითხვა. მე არა ვარ თანახმა, რომ მიშაზე გავრცელდეს და ზუსტად მაგით არა ვარ თანახმა, რომ ოცნებაზეც გავრცელდეს. ეგ ნახე რა მიშაზე ხო არ გავავრცელებთ მაგას. აი ხო არ გავავრცელებთ. იმიტომ რომ მიშამ რეებით ჩაიდინა ეგ იმდენად აღმაშფოთებელი მგონია, რომ მე არ მიმაჩნია, ხო გამოვიდა და უი შემეშალა, იცით რა და ეხლა deep state-ი მაძალებდა. deep state-ი მაძალებდა რაღაც არგუმენტ, შემ გამვინათ და გონება და ეხლა სხვანაირად ვფიქრობ და ეხლა უნდა მეპატიოს ის ყველაფერი და მე მიმიღოთ როგორც მაგალითად ეროვნული ადამიანი. ეგ ხო ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ბოროტებები და ის ზიანი, რომელიც მოიტანა, რომ ამას ასე ადვილად არავის არ გადავახაზინებ და მე დასანაინ და საწყენი მგონია, რომ ვიღაცები რომ პატიობენ აი ხელისუფლებას, რომ აი იცი რა, მაშინ მთელი თაობა კი დაღუპა. აი რაღაცა პლანის ლეგალიზაცია მოახდინა, აზარტული თამაშები თვითონ ჩაიგდო ეგ ბიზნესი ხელში და მთელი განათლების სისტემა ნაცებს დაუტოვა. ნაცებს დაუტოვა, ლიბერალიზაცია მოახდინა, თვითონ აწეოდა ამ პროპაგანდას და ეგ გამოსწორდა და არაუშავს. ეგ საწყენი რა მგონია, იცი, მაგ ხალხს სინამდვილეში ის რაზიანიც მოიტანა, ფეხებზე კიდიათ და მაგიტო ახერხებენ აპატიო. და ვინც რაღაცას უტარებს აი თაობის გარყვნას 12 წელი, 13 წელი. ისე ხო არ დგება საკითხი, რომ მაგ ხალხს ეს გარყვნილების პროპაგანდა რა ეფექტსაც გამოიღებდა ახალ თაობაზე, რომელიც გაზარდეს. ეს გრიგორიადისები ცოტა ნაკლებად ხო არ ადარდებდა მაგ ხალხს და იმიტომ ხო არ შეუნდეს ამ თავრობას და იმიტომ ხო არ ირწმუნეს ასე მარტივად მისი გაკონსერვატორება.